ეს არ არის უბრალო ღონისძიება, ეს არის ემოცია, ის განცდა, რომელიც მხოლოდ ის გაიგებს, ვინც იყო ამხანაგი და მეგობარი. ეს არის ღონისძიება, უკვდავება იმ სტარტაპ ეკოსისტემაში ნაბერძლეს, რასაც ცდა ჰქვია. ეს არის ჩვენი საერთო მეგობრის სახელობის დაჯილდოების ცერემონია და ასევე სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება არ მისცე უსამართლობას უფლება იზეომოს უკვდავებაზე. ეს ივენთი ჩემთვის არის ამხანაგის სახელის შენარჩუნება და უსამართლობასთან ბრძოლა. ხო და შარშან მე ვიყავი ნომინაციებში, ეს იყო სიმბოლური მონაწილეობა. დღეს ვარ სტუმარი და ამაყი იმ მეგობრებითა და საერთო ამხანაგებით, ვინც ეს ინიციატივა სისულოში მოიყვანა. ულოცავ ყველა გამარჯვებულს, ესე გამარჯვებით გეტარებინოთ ის თითოეული აგური, რომელიც გამარჯვებულებმა მიიგეს. ეს არის სიმბოლური აგური და ასევე ჩაეყარა საფუძველი ახალ ინიციატივას გიორგი ტუხაშვილის მეგობრების მენტორობის, ასე ვთქვათ, ფილანტროპული პროგრამა. გახდით ამ აგურის პატრონები, რომ მისი ცხოვრების კრედო იყო ეს სწორედ, რომ უნდა იცხოვროთ ისე, რომ ამ ცხოვრების, ამ ქვეყნის გაუმჯობესებისათვის ყველამ თავისი შესაძლებლობა აქვს. ერთი აგური მაინც რომ დადოს და ყველამ რომ დადოს ეს თითო აგური, ქვეყანაც არ შედგება და გაუმჯობესდება. იმდენად მომეწონა მაშინ ნიკოლო მელეოს ადრეს მისმოდი, რომ მასაც ეს აი ესე უცბად მოვიდო და ვფიქრობ, რომ ეს გიორგი მოკარნახა იქიდან რაღაცა. That was something that I never seen before, not in any person that I've ever met in my life. Just the ability to be excited about sometimes trivial things, but also always working towards, as we mentioned, towards something that is bigger than ourselves, and just finding. იცხოვრეთ ბედნიერად და ბედნიერებით. ჭკუნზე, ჭკუნვაზე, ცუხაზეზე დროს ნუ დაკარგავთ. მივაფეროთ ერთმანეთს, დრო ცოტა გვაქვს. და ნუ გადადებთ ხვალისთვის, რომ უთხრათ ერთმანეთს, რომ მიყვარხარ. Браво! ესრებით დიდი მადლობა სპონსორებს, იმიტომ რომ ვიცი დიდი ძალისხმევა და დიდი ენერგია ჭირდება ამას ყველაფერს. დიდი მადლობა მათ, გადაცემთ ალბათ.